აღარასდროს გვექნება იდენტობის აღსანიშნავი თვეები, მრავალფეროვნებისა და ინკლუზიურობის ოფისები, არავითარი მამაკაცები კაბებში, აღარ გვექნება კლიმატის ცვლილებების მხარდამჭერთა ჯგუფები, აღარ იარსებებს არანაირი დაყოფა, გენდერული ილუზიები თუ ნებისმიერი ისეთი რამ, რაც ყურადღებას სხვა საკითხებზე გადაგვატანინებს. Როგორც ეს ადრე უკვე ვთქვი, ახლაც გავიმეორებ. ეს სისულელეები ყელში ამოგვევიდა. ომის დეპარტამენტში უპირველესად უნდა აღვადგინოთ ჩარიცხვის მკაცრი, ჯანსაღი და ლოგიკური სტანდარტები. არ მინდა ჩემი შვილი სამხედრო სამსახურს გადიოდეს ჯარისკაცებთან, რომლებიც ცუდ ფიზიკურ ფორმაში იმყოფებიან. არ მსურს ისეთ ქალბატონებთან ერთად გადიოდეს წვრთნებს, რომლებიც ვერ აკმაყოფილებენ მამაკაცებისთვის დაწესებულ ფიზიკურ სტანდარტებს. უბრალოდ დამქანცველია ჭარბწონიანი სამხედრო პირების ცქერა საბრძოლო ფორმირებებში. ასევე მიუღებელია ჭარბწონიანი გენერლებისა და ადმირალების ნახვა პენტაგონის დერეფნებში. ეს ჩვენზე ცუდად მეტყველებს. ჩვენ ასეთები არ ვართ. ჩვენთან უნდა დაწესდეს მაღალი სტანდარტები ნებისმიერი სამსახურისთვის, რომელიც ფიზიკურ ძალას მოითხოვს. და ეს უნდა მოხდეს სქესისგან ურჩევლად. თუ ქალბატონები დააკმაყოფილებენ ამ სტანდარტებს, ეს შესანიშნავი იქნება. თუ ისინი ამას ვერ შეძლებენ, მივიღებთ შესაბამის შედეგს. თუ ეს გამოიწვევს ქალბატონების რაოდენობის შემცირებას საბრძოლო ოპერაციებში, და იყოს ასე. გამოიწერე და გაიგე ამბები ლიბერალური ცენზურის გარეშე.